თითქმის 2 საათიანი წვეტის შემდეგ თბილისის საერთაშორისო აეროპორტმა განაახლა მუშაობა, მგზავრებს მისცეს შენობაში შესვლის საშუალება და ავიამიმოსვლა კვლავ შეუფერხებლად მიმდინარეობს. როგორც 28 თებერვალს 21 საათზე გახდა ცნობილი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში გამოცხადდა ევაკუაცია. ევრონიუს ჯორჯია ესაუბრა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს უწყების განმარტებით 2 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა უსაფრთხოების პროტოკოლით გათვალისწინებული სპეციალური ღონისძიებები, რომელ პროცესშიც იყვნენ ჩართულნი ასევე კინოლოგები, თუმცა უწყება არ აკონკრეტებს კონკრეტულ მიზეზებს თუ რა გახდა აეროპორტის ფუნქციონირების შეფერხების მიზეზი. თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, როგორც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური განმარტავს, ამ 2 საათის განმავლობაში არ შეფერხებულა ავიამიმოსვლა და ყველა რეისი გეგმის შესაბამისად შესრულდა. როგორც მგზავრებმა განაცხადეს ევრონიუს ჯორჯიასთან საუბრისას, მათ ხმოვანი შეტყობინებით აცნობის ევაკუაციის შესახებ, მოგვიანებით კი შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებმა, როგორც აეროპორტის თანამშრომლებს, ასევე იქ მყოფ მოქალაქეებსა და მგზავრებს დაატოვებინეს შენობა უსაფრთხოების მიზნით და დამატებითი დეტალები მათთვის არ განუმარტავთ. ასევე მოქალაქეებს არ ქონათ დამატებითი ცნობა თუ რა ხდებოდა აეროპორტის ტერიტორიაზე. თავდაპირველად მოქალაქეებისთვის ჩამოსვლის ტერმინალი გაიხსნა, მოგვიანებით კი მგზავრებისთვის უკვე გამგზავრების ტერმინალის ფუნქციონირებაც განახდა და ამ წუთებში უკვე შეუფერხებლად მიმდინარეობს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ყველა დაგეგმილ რეისზე მოქალაქეთა რეგისტრაციის პროცესი. ადგილზე უსაფრთხოების მიზნით კვლავ რჩებიან შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები, მათ შორის საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები.